ვეფხისტყაოსნის სტროფული კომენტარები. პროლოგი. სტროფი მეხუთე. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა. ქება წარბთა და წამწამთად მათა და ბაგე კბილისა. ბროლ ბალახშისა თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა. პროლოგის მეხუთე სტროფი ლოგიკურად აგრძელებს იმ თემაზე საუბარს, რაც მესამე და მეოთხე სტროფში წამოიწყო. ანუ ქებას ქართული სამეფო კარისა, თამარ მეფისა და დავით სოსლანის. მეხუთე სტროფიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ვეფხისტყაოსანი ქართული სამეფო კარის შეკვეთით დაწერილი ნაწარმოებია. საიდანაც ვაკეთებთ დასკვნას, რომ ამ პერიოდის სამეფო კარზე სხვა პოეტებიც ცხოვრობდნენ, რომლებსაც ქართული სამეფო კარი უკეთავდა ნაწარმოებების შექმნას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას პროლოგის სხვა ტაეპებიდანაც ვიგებთ, სადაც რუსთაველი სხვადასხვა ტიპის პოეტებზე საუბრობს, მათ შორის ლირიკოსებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ შუა საუკუნეების ქართულ სამეფო კარზე ლირიკული პოეზიაც იწერებოდა. მეხუთე სტროფის ბოლო ტაეპში ნათქვამია გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა. რაც იმას ნიშნავს, რომ თამარის შექება თურმე ისეთივე რთული საქმეა, როგორც ალმასის დამუშავება, თუმცა როგორც დიდი ხნის მოთმინებამ შეიძლება ალმასიც კი დაამუშავოს, სწორედ ასევე რუსთაველმა დიდი ხნის მოთმინებითა და შრომით შეძლო თამარ მეფის ქება დაეწერა. შუა საუკუნეების ქართულ სამეფო კარზე გავრცელებულ საერო ლიტერატურასთან დაკავშირებით ჩვენ ვეფხისტყაოსნის ეპილოგიდანაც ვიგებთ ინფორმაციას. ვეფხისტყაოსნის სულ ბოლო სტროფი ასეთია: ამირან დარეჯანისძე მოსესუქია ხონელსა, აბდულმესია შავთელსა, ლექსი მასუქეს რომელსა, დილარგეთ სარგისთ მოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, არიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლს შეუშრომელსა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიგებთ, რომ შუა საუკუნეების ქართულ სამეფო კარზე ყოფილა ესე იგი ჩვენ ვიგებთ, რომ შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში არსებობდა ამირან დარეჯანიანი, რომელიც მოსეხონედის შექმნილია, აბდულმესიანი, რომლის ავტორობა იოანე შავთელს მიეწერება, დილარიანი, რომელიც თურმე სარგისთ მოგველს დაუწერია, თუმცა ეს ნაწარმოები დღემდე არ არის მოღწეული. და ასევე, რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსანი, რომლის ავტორადაც რუსთველია მოხსენიებული.